შეჭამ ენერგია საიდან გექნება და ზოგადად საკვები არის ნამდვილად ენერგიის წყარო, ერთგვარი საწვავი ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ მაინც რა არის კალორიების დღიური ნორმა ქალებისა და მამაკაცებისთვის? ნინო ლომთაძე, ექიმი ენდოკრინოლოგი შემოგვიერთდა და უკეთ გაგვარკვევს, როგორი არის კალორიების ნორმა დაკლებისთვის, ასევე წონის შენარჩუნებისთვის და მათ შორის მომატებისთვისაც კი. პირველ რიგში მოგესალმები კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია რომ აქ ხარ ჩვენთან ერთად. მით უმეტეს სწორი და ბალანსირებული კვება სულ უფრო პოპულარული ხდება და განსაკუთრებით კი მეთოდი, რომელსაც კალორიების თვალს ვეძახით, ხო? ნინო, ძალიან მწვალობთ, როგორ უნდა დავითვალოთ. ჩემთვისაც ეს რაღაცა ძალიან რთული პროცესია ყოველთვის და ძალიან ბევრია ხოლმე კითხვა აი ამ კალორიების თვალსთან დაკავშირებით. მოდი დავიწყოთ თავდაპირველად იმით, აი მუდმივად ეს განცდა მაქვს ხოლმე სწორ კვებას და კალორიების თვალს შორის თუ შეგვიძლია დავსვათ ტოლობის ნიშანი. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. გაზაფხულის დადგომასთან ერთად კალორიების თვლა, სწორი ბალანსირებული კვების თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან ყველას გვინდა გამოვიყურებოდეთ ლამაზად, მოხდენილად და ჯანმრთელად. და ერთ-ერთი ამის მეთოდს, რასაც ხშირად მიმართავენ, ეს არის კალორიების თვლა, რატომ? იმიტომ რომ ეს ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველად და მარტივხრიკად ჩანს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დავთვლით კალორიას, რასაც გვინდა გარკვეული კალორიაში მოვაქცევთ პროდუქტებს და ამით დავიკლებთ და შევინარჩუნებთ სასურველ კილოგრამებს. მაგრამ არც თუ ისე მარტივი არის ეს რაც ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან სწორ ბალანსირებულ კვებასა და კალორიებს შორის ტოლობის ნიშანი არანაირად არ შეგვიძლია დავსვათ და რატომ? პირველი ის რომ ძალიან ბევრი სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ერთის მხრივ ჩვენ გონია რომ ეს არის დიეტური და დაბალკალორიული, არამც და არამც ეს ისეთივე მაღალკალორიულია, როგორც მაგალითად კბილეული. მაგალითად რომელ პროდუქტს გულისხმობ? ეს არის ჩია, ბურღულეული, თხილეული, თაფლი, რაც ერთის შეხედვით მაგალითად დაბალკალორიულ პროდუქტად გვეჩვენება. მეორე, ეს არის ძალიან დიდ სტრესთანაც დაკავშირებული, იმიტომ რომ მუდმივად სულ კალკულატორით სიარული, გრამაჟების აწონვა, გაზომა ძალიან რთულია კალორაჟის და ესე აი იმ კალორაჟის დათვლა და მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. კი ბატონო. და ასევე მაშინ როგორ მოვიქცეთ, ხო? რა გავაკეთოთ? მივყვეთ რაღაცა ერთგვარი საფეხურები, ლიკუნა რაღაცის თქმა გინდოდა. არა, იმიტომ რომ მეგონა რომ ესენი არ ითვლებოდა მე პირადად. მე მინდა და მე თქვა რომ ორი სიტყვით მეჩვენებინა მაყურებლისთვის რა ეტაპზე ვართ. კი ბატონო. ჩვენ გადავწყვიტოთ რომ ბრინჯიც მოვუმზადოთ ჩვენს თევზს და ამაზეც ძალიან საინტერესო იქნება ნინო თქვენი აზრი. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ბრინჯის სახარში, მული სახარში გვაქვს მიდეასი და მას მოყვება თავისივე საზომი ჭიქა, 3 ჭიქა ბრინჯი, რადგანაც ჩავყარეთ და საჭირო რაოდენობის მარილსაც მოვაყრით, თავისივე საზომი აქვს, ნახეთ და უნდა მივიყვანოთ ეს რაოდენობა წყლის იქამდე, რა რაოდენობის ბრინჯიც ჩავყარეთ. ანუ 3-მდე ავიყვანთ. 2-სა და 4 შორის არის 3, 3-მდე ავიყვანთ და გავუშვებთ ჩვენს არაჩვეულებრივ მურცახარში და ბრინჯი თავისით მომზადდება და ამასთან დაკავშირებით ასევე მინდოდა მე თქვა რომ მიდეა 50 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რაც ადამიანების ცხოვრებას ხდის უფრო მარტივს და კომფორტულს. მიდეა იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ შექმნას თანამედროვე და ინოვაციური ტექნიკა. კომპანიის მიზანია მიდეას დახმარებით ადამიანების ყოველდღიურობა გახდეს უფრო კომფორტული და კონდეთ დრო ფოკუსირდნენ უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე. მიდეას მთავარი მესიჯია იგრძენი თავის სახლში და იმედია ნინო თქვენც გრძნობთ თავს სახლში და თქვენ ხო გრძნობთ და გრძნობთ და მეც გრძნობ ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად. რადგანაც ასეთი დამხმარეები მყავს სამზარეულოში, ახლა ამას გავუშვებ ერთდღილაკს დავაჭერ და თავის დროს და რეჟიმს თვითონ მიუცითებს. დაგვიბრუნდი. კი, აუცილებლად. ვიცი რომ კალორიების თვლა შემცაც საინტერესო თემა. მოდი გავაგრძელოთ ნინო და პირველი რაც მინდა რომ ვკითხო, დავასახელოთ, ჩამოვთვალოთ ყველაზე კალორიული პროდუქტები. ყველაზე კალორიული პროდუქტები, რა თქმა უნდა, ეს ის პროდუქტებია, რომელიც შეიცავს კიდე დამატებით თეთრ რაფინირებულ შაქარს. ეს არის სხვადასხვა ფუნთუშეული, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელები, ასევე ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად, აი ქალბატონებისთვის ძალიან მომხიბლელად ჟღერს ხოლმე, აი ტკბილი ლიქიორი, მაგალითად, ან სხვადასხვა კოქტეილები, რომელიც იმდენად კალორიულია, რომ თავისი კალორიაჟით შეიძლება ერთ კარგ ნოყიერ სადილსაც კი
დავუტოვოთ. და ძალიან ხშირად, როდესაც ქალბატონები იმყოფებიან დიეტოთერაპიაზე, სურთ კილოგრამები დაიკლო და იმყოფებიან დაუშვათ საღამოს საათებში წვეულებაზე, ძალიან ამაყად შეიძლება თქვან, რომ მე არაფერი არ მიმირთმევია საკვებიდან, მხოლოდ მაგალითად ერთი ჭიქა, ორი ჭიქა კოქტეილი მივირთვი. ამ დროს ჯობია რომ ეს ძალიან სინამდვილეში ამ დროს ძალიან დიდი კალორია მიიღეს, ფუჭი კალორიები მიიღეს და ასეთ დროს უმჯობესია დაუშვათ მირთმეული იყოს თევზი, ხორცი, ბოსტნეული, რაც დაუშვათ უფრო შეანარჩუნებინათ სწორ და ბალანსირებული კვების პრინციპებს. არა, ის სასმელი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უნებელი და დაბალკალორიული ჩანს. მაშინ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? რომელია მაშინ ნაკლებად კალორიული პროდუქტები, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენი სწორი კვების რაციონში მოვაქციოთ. ნაკლებად კალორიული პროდუქტები ძირითადად ეს არის ბოსტნეული, მაგრამ ბოსტნეულშიც არის მაღალკალორიული პროდუქტები და ამასაც მე გავაჟღერებ. ეს არის უცხიმო თევზი, უცხიმო მოხաշული მაგალითად ქათმის ხორცი, ეს არის უცხიმო რძის ნაწარმი, მაგრამ მე რა მინდა რომ თავარი მესიჯი გაუგზავნო ახლა იმ მაყურებელს, რომელიც გვიყურებს. არავითარ შემთხვევაში არ დავყოთ პროდუქტები მაღალ და დაბალ კალორიულ პროდუქტებად. მაღალ და დაბალ კალორიულ პროდუქტებსაც ორივეს ესაქმება ჩვენს კვების რაციონში. ჩვენ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, უნდა გავამახვილოთ საკვები პროდუქტის ხარისხზე. თუ რაც შეიცავს ეს საკვები პროდუქტი. აი მაგალითად ავიღოთ თევზი. აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე ტოლობის ნიშანი დავსვათ კალორიების თვლასა და ბალანსირებულ კვებას შორის. კი ბატონო, როდესაც ჩვენ აქ აქცენტს ვაკეთებთ პროდუქტის ხარისხზე და მის შემადგენლობაზე, ხო? აი მაგალითად ავიღოთ თევზი, ხო? თევზი შეიძლება ერთი თევზის სტეიკი შეიძლება იყოს 600-700 კილოკალორიაც, ხო? ერთი შეხედვით ეს არ არის დაბალი კალორიაჟი, მაგრამ ეს 700 კალორიაჟი რას შეიცავს? შეიცავს კეთილცხიმებს, ომეგა-3, ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორც არის K ვიტამინი, B ვიტამინი, E ვიტამინი, A ვიტამინი, ისეთ მიკროელემენტებს, როგორც არის თუთია, ფოსფორი, იოდი და ეს მიღებული კალორიაჟი მთლიანად სასარგებლოდ გადანაწილდება ჩვენს ორგანიზმში. მოიხმარს ჩვენი გული, ჩვენი თავის ტვინი, ჩვენი ჰორმონები, განსაკუთრებით სასქესო ჰორმონები. აბა ავიღოთ მეორე მხრივ დავუშვათ თუნდაც 500 კილოკალორია ერთი ფილა შოკოლადი, ხო, უფრო ნაკლები კალორიაჟია, მაგრამ მის შემადგენლობაში რა შეიცავს? ძირითადად ცხიმებსა და შაქრებს, არასასურველ შაქრებს, რომელსაც ჩვენი გული, ჩვენი ესე ვთქვათ, ნებისმიერი ორგანო ისე ვერ მოიხმარს და ესეთ მეტი შაქარი გადანაწილდება ზედმეტ ცხიმოვან ქსოვილში. თითქოს უფრო ნაკლები კალორიაჟი მივიღეთ, მაგრამ ფუჭი, ესე ვთქვათ, შემადგენლობით. ამიტომაც იცი რა მაინტერესებს? აი, ახლა უამრავი ადამიანი გვადევნებს თვალს და ალბათ გაუჩნდება ეს კითხვა, ხო? დღის მანძილზე რამდენი უნდა იყოს კალორიების ერთგვარი ნორმა, რომლითაც შევძლებთ როგორც წონის შენარჩუნებას მაგალითად, ასევე წონაში დაკლებას. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს? რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური, გააჩნია სქეს, რა ფიზიკური დატვირთვა აქვს, რა გონებრივი დატვირთვა აქვს, რა თანხმლები დატვირთვა აქვს ადამიანებს, მაგრამ ავირჩიოთ დაუშვათ აი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან აქტიური ფიზიკური აქტივობა არ უწევს დღის განმავლობაში. ქალებში ეს არის დაახლოებით 2000 კილოკალორია, ხოლო მამაკაცებში 2500 კილოკალორია. ძალიან ხშირად აი მაგალითად მე კიდე აქცენტს ვაკეთებ ქალბატონებზე, რატომ? იმიტომ რომ ისინი უფრო მიდრეკილი არიან ძალიან ესე ვთქვათ მკაცრი დიეტებისგან, კალორიაჟის შემცირებისგან. აკეთებენ რას? რომ ამცირებენ კილოკალორიას, აი მაგალითად ჩამოყავთ კვებითი რაციონის კალორიაჟი 1000-1200 კილოკალორიაზე, ეს ძალიან მცირე კალორიაჟია. საკვები პროდუქტებიდან ზღუდავენ ცხიმს, ნახშირწყლებს და ამ დროს რა ხდება? ორგანიზმი არამც თუ იკლებს, არამედ იფიტება და შესაბამისად არც წონაში კლება არ მოდის და მუდმივად არის გადახლა, ბუნება განწყობილების დაქვეითება. ამ დროს გამოსავალი რა არის? ნუ ვებრძოლებით ჩვენს ორგანიზმს. იყოს თქვენს რაციონში იგივე კარაქიც, იგივე ცხიმიც, თხილიც, ავოკადოც, რაც მაღალი კალორიაჟით ხასიათდება. იყოს ზოგჯერ თეთრი პურიც მაგალითად. ამ შემთხვევაში კარაქი მე მიყვარს კარაქი და ამ შემთხვევაში თევზთან ერთად კარაქიც გამოვიყენეთ ღუმელში. ანუ მისაღებია ხო? მისაღებია და ძალიან დიდი შეცდომას უშვებენ, როდესაც კარაქს თავისი, რადგან დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს და მაღალი კალორიაჟი აქვს, იღებენ საკვები რაციონიდან. არა, ის ცხიმიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის, რატომ? არის რამე ესეთი რეკომენდირებული რაოდენობა? აი მაგალითად სადღაც 15-20 გრამი მაგალითად დილით მაგალითად პურზე რომ გადაუსვა და ყოლთან ერთად მივირთოთ, ერთ-ერთი ძალიან კარგი დროსაც აქვს მნიშვნელობა. აი მაგალითად მაყურებელი ახლა ხედავს გრაფიკას, რა უნდა გავითვალისწინოთ უშუალოდ საკვებ ცხიმთან მიმართებაში. აქ არის ჩამონათვალი ზეითუნის ზეთი, სიმინდის ზეთი, მზესუმზირის, კარაქი და ბოლოს არის მარგარინი.
მოდი მივყვეთ, აი რომელი გამოირჩევა თქვა მაღალკალორიულობით და რა უნდა კეთილი ცხიმი, ან ის პროდუქტები, ხა რომელიც თქვენ ჩამონათვალში ხედავს მაყურებელი, არის ცხიმები, ან ის ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კეთილ ცხიმებს და უხეშად ვთქვათ ბოროტ ცხიმებს. კალორიაშით რო შევადაროთ, თითქმის ერთი და იგივე კალორიაში აქვს. მაგრამ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს კეთილ ცხიმს. აი რომელია ეს ერთ-ერთი ესეთი პროდუქტი არის, მაგალითად ზეითუნის ზეთი შეგვიძლია ჩავთოთ, იმიტომ რომ შეიცავს ისეთ სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ეხმარება სასქესო ჰორმონების სინთეზში, მავნე ქოლესტერინის გაძევებაში ჩვენი ორგანიზმს, ეხმარება თავისთვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ასევე იცით რა არის ცხიმი ძალიან აგემრიელებს ჩვენს საკვებს. ხო არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საკვები არა თუ მხოლოდ გემრიელი უნდა იყოს, სასარგებლო უნდა იყოს, არამედ გემრიელიც უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს კიდე ამაღლებს ჩვენს გუნება განწყობილებას, ხო, ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ამიტომაც მე აი ამ მესიჯს გავაგზავნდი მაყურებლისთვის, რომ არ დაყოთ არავითარ შემთხვევაში კალორიული და არაკალორიული პროდუქტები, არ მოიღოთ, არ შეზღუდოთ ძალიან ცხიმი თქვენ საკვებ რაციონში, ოღონდ ეს ცხიმი იყოს კეთილი ცხიმი, აი თუნდაც კარაქი იყოს ზეთი, მაგალითად იყოს თხილი. აი ზესუმზირის ზეთზე და იგივე სიმინდის ზეთთან მიმართებაში რა შეიძლება ვიცოდეთ? აი სიმინდის ზეთი უფრო გაჯერებულია არასასარგებლო, მარტივენაზე რო ვთქვათ, მავნე ცხიმებით და რომელიც ეს მავნე ცხიმები პირიქით უარყოფითად მოქმედებს გულსიზარდთა სისტემაზე, ჩვენი თავის ტვინის მოქმედებაზე, ასევე უარყოფითად აისახება ქოლესტერინის დონეზე. ხოლო პირიქით მისი შემცირება აი ამ ყველა მინუსებს, ესე ვთქვათ, გააძევებს ჩვენი ორგანიზმიდან. გარდა ამისა, მარგარინიც ალბათ მარგარინიც ასევე. მავნე ცხიმებს შორის. მე ასევე მინდა ცხიმი გავამახვილო კიდევ რატომ არის აუცილებელი ქალის ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ ქალის სასქესო ჰორმონები ბუდობენ და ცხოვრობენ ცხიმოვან ქსოვილში. დეპო თვითონ ქალის სასქესო ჰორმონებისა არის ცხიმოვანი ქსოვილი. ამიტომ, როდესაც ქალი ძალიან, ესე ვთქვათ, ზღუდავს თავის კვების რაციონს, იკლებს წონაში, ამოაქვს ცხიმები თავისი, ესე ვთქვათ, რაციონიდან, ხო? ირღვევა ქალის სასქესო ჰორმონების დონე ჩვენ ორგანიზმში, ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ასევე ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას შვილოსნობის ფუნქციასაც კი. ამიტომაც არის საჭირო ამ შემთხვევაში, ნუ არსებობს. თუ გახთომაც არის საჭირო, ამ დროს საერთოდ არ უნდა მე ვამბობ, უნდა შეიზღუდოს და არ უნდა ამოვიღოთ, არ უნდა გვეშინოდეს ამ პროდუქტების და პირიქით ნახეთ, თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, როდესაც დავიწყეთ რუბრიკა, რომ საკვები არის საწვავი. აი ზუსტად ესე უნდა ვიყუროთ, რომ აი იგივე ელემენტარულად იმ ცხიმოვანმა ქსოვილმა, ჩვენმა გულმა, ფილტვმა, ნებისმიერმა ორგანომ იმუშაოს გამართულად, მას სჭირდება თავისი საწვავი. რა არის ეს საწვავი? ცხიმი, ნახშირწყლები ანუ შაქარი და არის ცილა. და ეს საწვავი უნდა მივაწოდოთ სწორად. და თავარი ჯადოსნური ფორმულა არის ზომიერება. იგივე კალორიული პროდუქტებიც და სასარგებლო უნდა მივაწოდოთ ზომიერად. აი პურის სახეობების შერჩევისას რა უნდა გავითვალისწინოთ? ნინო, იმიტომ რომ ვიცით რომ ამის ირგვლივაც მუდმივად დავა და უამრავი კითხვა გროვდება ხოლმე. აი ხორბლის პური, სელის პური, ქატოს პური, ჭვავის აი საინტერესოა ამ ჩამონათვალს შორის რა უნდა ვიცოდეთ, რომელზე შევაჩეროთ არჩევანი. ხო, აი ჩვენ შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად, ეს თქვენს მიერ ჩამოთვლილი პურები, ესე შევიყვანოთ შავი პურის კატეგორიაში, რუხი პურის კატეგორიაში და მეორე პურის კატეგორია ეს არის თეთრი პური. ანუ რა განსხვავება ამ პურს შორის? ყველა ეს რუხი, შავი პური მზადდება თლიანი პურის მარცვლისგან, ანუ მარცვალი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს, თუთიას, სელენს, ბეჭდგუფის ვიტამინებს, შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს. ხოლო თეთრი პური არ მზადება მთლიანი პურის მარცვლისგან, მზადება მხოლოდ პურის იმ გარსისგან, მარცვლის იმ გარსისგან, რომელიც შეიცავს მხოლოდ სახამებელს, შაქარს. და ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ რუხი და თეთრი პურის კალორიაში ერთი და იგივეა, მათი ყვებითი ღირებულება, მათი ესე ვთქვათ, სარგებელი ორგანიზმისთვის აბსოლუტურად განსხვავებულია. აი მაგალითად შეიძლება ეხლა თქვას მაყურებელმა, რომ მე თუ მივიღე თეთრი პური და მივიღე რუხი პური და ორივე ერთნაირი კალორიაშია, მაშინ რუხი პური როგორ შემიწყობს ხელს იმაში, რომ მე წონაში დავიკლო. აი როგორ შეგვიწყობს, რომ ის უფრო ნელა შეიწოვება ორგანიზმში, ეს კალორიები, შაქარი უფრო ნელა შეიწოვება, მის მონელებას უფრო მეტი დრო ჭირდება. ასევე შეიცავს ისი დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს ჩვენი კუჭნაწლავის პერისტალტიკას, მოქმედებას, ასევე არ დაგვაწყოს, რომ ჩვენს კუჭნაწლავში ცხოვრობენ კეთილი ბაქტერიები, რომლებიც ჩვენ გვეხმარება, რომ ჩვენს ორგანიზმში ნაკლები შაქარი, ნაკლები მავნე ცხიმოვანი მჟავები შეიწოვოს და პურში შემავალი ეს ბოჭკო ხელს უწყობს, რომ
რომ ეს ბაქტერიები უფრო გამრავლდნენ და მოითესონ ჩვენს უჯრედწვავის არჩევანი მაინც სისტემაში. როგორც მე ხვდი, უჯრედია რომ უჯრედია რუხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრი პურის ამოღებაც აი აუცილებელია. თუ ზოგჯერ მაგალითად ადამიანს სურს, იგივე თუნდაც იმყოფება დიეტოთერაპიაზე და მოისურვა დაუშვათ ის 2 ნაჭერი, 3 ნაჭერი თეთრი პური მიირთვას, კი ბატონო, თან თეთრ პურშიდაც არის რაღაც სარგებელი, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგალითად კალციუმს. მაგრამ რა არის, აქ უნდა დავიცვათ, რომ რა დროს მივირთვოთ. თუ იყოს უმჯობესია მირთმეული პური მაგალითად დღის პირველ ნახევარში საუზმეზე სადილზე და არა ვახშამზე. და უმჯობესია პური მირთმეული იყოს მაგალითად არა ხორცს პროდუქტებთან, არამედ ისეთ კერძებთან, როგორც არის მაგალითად ბოსტნეული. აი, ესეთ ზომიერებას კიდევ ერთი შეკითხვა, ახალი პური თუ მეორე დღის? და თონეში გამომცხარ პურზეც რა ერთი სიტყვით. თონეში გამომცხარი და ახალი პური უფრო სასიამოვნო გემოვნური თვისებებით ხასიათდება და შესაბამისად იმაზე მეც მივირთმევთ და გვეგემრიელება, ვიდრე თქვენ ჭირდება და თან ცხელიც თუ არის. მაგრამ იცით რა, აი ამ ცხელი თონეს პურსაც მე ზოგჯერ არ ვუშლი ხოლმე ჩემს პაციენტებსაც, იმიტომ რომ ზომიერად მირთმეული ყველაფერში საჭიროა ბალანსი და ზომიერება, ხო? აი თუნდაც მცირე რაოდენობით ის თონეში გამომცხარი პური არ დაგაზიანებთ, ვიდრე დავუშვათ მეორე დღის პური მივირთვათ, რუხი პური მივირთვათ და დიდი რაოდენობით მივირთვათ, ხო? მაგრამ მაინც არჩევანი უნდა გავაკეთოთ ახალ პურზე, თქვათ თუ მეორე დღეს უმჯობესია მივირთვათ ის. თუ ზომიერად ვიყენებთ? თუ ზომიერად ვიყენებთ, ყველა მე ესეთი მეორე მესიჯი რაც შეიძლება გაუგზავნო მაყურებელს, თუ ზომიერად ვიყენებთ, ყველანაირი პროდუქტი შეიძლება იყოს ჩვენს კვებით რაციონში. მაგრამ ეხლა მაყურებელი იტყვის, რომ ამ ზომიერების დაცვა რომ ძალიან რთულია, რომ არ მყოფნის დაუშვათ ის პატარა ულუფა, მაშინ რა გავაკეთოთ? ხო, რატო არ ყოფნის ადამიანს დაუშვათ უფრო მცირე ულუფა? იმიტომ რომ შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, ვიტამინების, მიკროელემენტების დეფიციტი ორგანიზმში და ეს გთხოვდეს ზედმეტ საკვებს. ამიტომაც ამ დროს უმჯობესია შევივსოთ ვიტამინების, მიკროელემენტების დონე, გამოვიკვლიოთ და დამიჯერეთ ის მცირე ულუფაც უკვე საკმარისი იქნება. მე მაქვს ამასთან დაკავშირებით ერთი ხრიკი. სანამ ძალიან მომინდება, მანამდე ვიღებ ხოლმე, ანუ რაღაცნაირად და მე არ მაქვს ხოლმე ესეთი